რეჟიმი იმიტომ გვებრძვის, რომ ბრძოლას აქვს აზრი. ეს სიტყვები თქვა თეოდნა ტალახაძემ, ვიდრე საქალაქო სასამართლოში შევიდა და სულ რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს ტალახაძის სასამართლო პროცესი. გუშინ ღამის პირველ საათამდე ელოდებოდა ის სასამართლო სხდომას. ხელბორკილები 24 საათის წინ დაადეს თეოდნა ტალახაძეს გზის გადაკეტვას ედავება საგამოძიებო უწყება. ის რუსთაველის გამზირზე აიყვანეს, გადმოიყვანეს საქალაქო სასამართლოში გუშინ, რომ სხდომა ჩანიშნულიყო, თუმცა იმდენად გვიანობამდე გაგრძელდა სასამართლო პროცესები, რომ სახლში გაუშვეს და დღეს დაიბარეს სწორედ 11 საათზე. საინტერესოა, როგორ იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია მსგავს საქმეებზე. გელაგელაძის უწყება პატიმრობას ითხოვს სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. თეოდნა ტალახაძე აცხადებს, რომ მზად არის პატიმრობისთვის და როგორც კი ის იზოლატორს დატოვებს, თუ ციხეში გაუშვებენ, კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდება. 22 ოქტომბერს საღამოს ვიტექი რუსთაველზე ტროტუარზე ახალმისული ვიყავი რამდენიმე წუთის, როდესაც დავინახე, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი და სხვა ბევრი ადამიანი უკანონოდ ჩასვეს საპოლიციო მანქანებში და დააკავეს და მოვყევი ჭყლეტვაში და რეალურად მოვხვდი ერთ-ერთი ადამიანი იმათგან, რომელიც დააკავეს უკანონოდ და უმიზეზოდ, რადგან არც გზას ვკეტავდი, არც სახე მქონდა დაფარული და არც ცეცხლსასროლი პირბადე მეკეთა. მაინც აპირებთ აქციებზე გასვლას და რუსთაველზე დგომას. რა თქმა უნდა, არ მაქვს მე პირადად უფლება და არ მგონია ვინმე ფიქრობდეს, რომ ეხა დანებების რვა პირიქით ბრძოლა იქნება ბოლომდე. რეჟიმი იმიტომ გვებრძვის, რომ ჩვენს ბრძოლას აზრი აქვს და სანამ ბრძოლას აზრი აქვს, ვიბრძოლებთ მანამდე. სულ რამდენიმე წამის წინ გახდა ცნობილი, რომ პარტია დროას წევრი კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრი ნათია ლეთოდიანი დააკავეს რამდენიმე წუთის წინ მის საცხოვრებელ სახლთან. ის სამგორის განყოფილებაში გადაყავთ ნათია ლეთოდიანი. მასაც დიდი ალბათობით გამოძიება გზის გადაკეტვას ედავება, რადგან ნათია ლეთოდიანი ერთ-ერთია, ვინც დგას პროევროპულ აქციებზე. დაკავებების სერია დილიდან განაახლა. გელაგელაძის უწყებამ დაკავებული არის ლაშა ბრეგვაძეც. ისიც აქტიური მონაწილე არის პროტესტის. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მის მეუღლეს გავსაუბრებოდით. პირველების გადამღებ ჯგუფს ბრეგვაძის მეუღლე ეუბნება, რომ მაშინ მოხდა სამოქალაქო აქტივისტის დაკავება, როდესაც შვილი ბაღში უნდა წაეყვანა. მეზობლებმა დაინახეს, რომ პოლიციის მანქანები იყვნენ მის სახლთან მობილიზებული, ხელბორკილები დაადეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. დიდი ალბათობით სულ ცოტა ხანში ნათია ლეთოდიანსაც და ლაშა ბრეგვაძესაც საქალაქო სასამართლოში მოიყვანენ და დღესვე ჩატარდება მათი სასამართლოს სხდომები. ისანგორის პოლიციის განყოფილებიდან არიან გამოძიებლები და ნათია ლეთოდიანი გადაყავთ ადმინისტრაციულ წესით დააკავეს და გადაყავთ განყოფილებაში. არის ნერვიულო, კარგად იქნება ყველაფერი. უთხრა თავის ოჯახის წევრებს, ნათია ლეთოდიანი ეზოში იყვნენ ჩასაფრებულები და ეზოდან წაიყვანეს. ხედავთ კადრებს, როგორ მეყავთ. ჩემი მეუღლე ლაშა ბრეგვაძე დააკავეს დღეს დილით, როგორც თვითმხილველმა მითხრა მეზობელმა. ის არის სამგორის განყოფილებიდან იყვნენ ადმინისტრაციული წესით, ესე უთქვიათ. მას შემდეგ ვცდილობ სხვადასხვა ისანი სამგორის სხვადასხვა განყოფილებაში დარეკვას და მეუბნებიან, რომ მათ არაფერი არ იციან. სავარაუდოდ ალბათ დიდი ალბათობით უკავშირებ რუსთაველზე საპროტესტო აქციებს, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე ყოველ დღე მონაწილეობს ამ აქციებში და ლოგიკური იყო ალბათ, რომ მოვლენებიდან გამომდინარე, რაც ბოლოს ხდება, ლოგიკური იყო, რომ მასაც დააკავებდნენ. უბრალოდ ცოტა გამიკვირდა ის, რომ სახლთან დღეს დილით დააკავეს, როცა ბავშვი სკოლაში უნდა წაეყვანა. ღარიბეც.
საკალათო სასამართლოში დღეს ერთმანეთის მიყოლებით იქნება ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოს სხდომები 22 ოქტომბერს მაყურებლისთვის ცნობილი არის რომ 30 ადამიანი დააკავა გელაგელაძის უწყებამ ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე 30-დან 15-ის პროცესი გუშინ იყო 15-ის სხდომა დღეს იქნება ეტაპობრივად მათაც გამოიყვანენ საკალათო სასამართლოში მათ შორის დაკავებულებს შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი ჟურნალისტი რიკა ბასილაია შავგულიძე მისი სასამართლოს სხდომაც დღეს გაიმართება და დამატებით დღეს ის პროცესებიც იქნება რომლებიც გითხარით იმ ახალი დაკავებულების ვისაც ამ წუთებში თბილისის სხვადასხვა უბანში ადებენ ხელბორკილებს დაკავებების სერია გელაგელაძის უწყებამ დღეს ადრიანად დაიწყო